რა თქმა უნდა, მოსმენა ყოველთვის დაკავშირებული არის ხმასთან, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ყოველდღიურობაში ეს ასე არის. მე მესმის ნიშნავს იმას, რომ მე მესმის მოწოდება, ძახილი, საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ მოსმენა იმავდროულად არის დაკავშირებული რაღაცის გაგებასთან. მოსმენა გაგებაც არის და ამიტომ ხმა გამოიყენება არა მარტო ჟღერადი ფენომენის გამოსახატად, არამედ გამოიყენება საზრისის გამოსათქმელადაც. ხმა მესმის არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ მე მესმის რაღაცის გახმოვანება, მე მესმის რაღაცის აჟღერება, ჟღერა, ხმაური, ასე ვთქვათ, ან თუნდაც მისი ყველაზე მცირე მისხლის ოდენა ნაწილი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ, ჩვენი ენა უწოდებს უბრალოდ ჩამიჩუმი. ჩამიჩუმი ეს ძალიან კარგი სიტყვა არის, რომელსაც შეუძლია ჩემი გაყვანა რაღაცა ისეთ საგნებთან, ისეთ მოვლენებთან მიყვანა უბრალოდ, რომელიც დამეხმარება მე საკუთარი თავის უკეთ გასაგებად. ჩამიჩუმი. ჩამიჩუმით თუ არ ისმის, მაშინ ჩვენ ამ სიტყვებით რომ ჩამიჩუმიც არ ისმის, ხო? ამ სიტყვებით ჩვენ გამოვხატავთ იმას, რომ საერთოდ არც საზრისი არის და არც გახმოვანებული ხმა, როგორც ჟღერა, არც ეს არის. სრული სიმყუდროვეა. სრული სიმყუდროვეა